დაპირეთში მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს გადაცემა სტუდია ნომერი 8, რომელსაც ლიზა კვესელავა უძღვები. გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ეკონომიკურ საკითხებზე ვისაუბრებთ და ეკონომისტი ირაკლი მურცხვალაძე გვსტუმრობს. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი, მადლობა იმისთვის, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოგესალმებით, მეც მივესალმებით თქვენ მაყურებელს. პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი თემით. მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ ბოლო დროს გახშირდა ამ თემაზე საუბარი, ჩვენ ინტერაქტივი გქონდა სულ რამდენიმე ხნის წინ, დაახლოებით 1 საათის წინ ამ თემაზე და ძალიან ბევრი გამოხმაურება მოვისმინეთ საზოგადოების მხრიდან, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მწვავედ დგას ეს თემა საზოგადოებაში და თქვენც იგივე კითხვას დაგისვათ, ბუნებრივია, უნდა გამკაცრდეს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის წესები, იგივე მუშაობასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები, სტატისტიკაც მოვიხმეთ ჩვენ და სტატისტიკაშიც ვხედავთ, რომ ძალიან გახშირებულია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც აქ დასაქმებას მაგალითად რეგისტრაციას ითხოვენ, ბინადრობას ითხოვენ და ასე შემდეგ. რა მექანიზმებით შეიძლება ეს პროცესი რაღაცნაირად ნორმის ფარგლებში მოვაქციოთ, იმიტომ რომ ახლა ვხედავთ, რომ ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეებზე უფრო რაღაცნაირად პრივილეგირებულები არიან აქ დასაქმების კუთხით. იაფ მუშახელად ითვლებიან ქართველი დამსაქმებლებისთვის შეიძლება, თუმცა ვხედავთ იმას, რომ რაღაცნაირად არ ვიცი როგორ ხერხდება ეს ყველაფერი, ძალიან მარტივად იღებენ ბინადრობასაც, აქ განუსაზღვრელი რაოდენობით შეუძლიათ, განუსაზღვრელი დროით შეუძლია დარჩნენ და დასაქმდნენ მათ შორის და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არ იციან ქართული და ძალიან მარტივად რატომღაც დამსაქმებელი მათ იყვანს აი ამ ყველაფრის გარეშე სამსახურში. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ ეს ჩემთვის არ ახალი პრობლემა არის. ამ თემასთან დაკავშირებით მე არაერთი ეთერით მისაუბრე, მათ შორის თქვენ ეთერშიც მქონია ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი. და ალბათ უკვე მარტო მე აღარ ვსაუბრობ, რომ შეწუხდა ხალხი საზოგადოება, ამან უკვე მიიღო ისეთი მასშტაბი, რომ ყველა ხედავს და ყველას ეხება. და მინდა გითხრათ, რომ არ არის მარტო ვიზუალური მომენტი, რომ ახლა თქვათ თავის დროზე რუსების დიდი ნაკადი შემოვიდა, რუსეთ-უკრაინის ომი რო დაიწყო, ახლა თქვათ ძალიან ბევრი თურქმენი ინდუსი შემოდის, ახლა ეს უხეშად რო შეადარო, ზოგს თეთრი ნაყინი მოწონს, ზოგს შავი შოკოლადი, მაგრამ ეს მარტივადაც არ არის საქმე, ხო ხვდებით? დიახ. ახლა თქვათ ჩვენთვის რა პრობლემები იქმნება. ჯერ ერთი უნდა ვთქვათ, რომ საგადასახადო თვალსაზრისით ჩვენ ვზარალობთ. ხშირ შემთხვევაში ეს არალეგალი მიგრანტები არიან, იქიდან გამომდინარე, რომ არალეგალურად რჩებიან საქართველოში, საგადასახადო რეგისტრაცია არ აქვთ. გადასახადებს არ იხდიან. მაგრამ ჩვენი გადასახადებით გადახდილ სიკეთეებით სარგებლობა, ანუ მე რო ვიხდი გადასახადს და ჩემი გადახდილი გადასახადი და თქვენი, ანუ ჩვენ მაყურებლების გადახდილი გადასახადებით გზები იგება, ამ გზებზე მასიურად ტაქსებით დადიან ეს უცხოელები და სარგებლობენ ამით და ეს არასწორია და უსამართლოა, ხო? მეორე მომენტი ავიღოთ ხშირ შემთხვევაში ისინი მუშაობენ უფრო დაბალ ხელფასზე, ვიდრე ადგილობრივ მოსახლეობისთვის მისაღები ხელფასი იქნებოდა. ამით რა ხდება? ვითომ ერთის მხრივ ბიზნესისთვის რა თქმა უნდა ეს მომგებიანია, მაგრამ მეორეს მხრივ ეს ხო იმას ნიშნავს, რომ შენ აღარ დაგიძახებს ქართველს ადგილობრივ მაცხოვრებელს ის ბიზნესმენი და არ დაგასაქმებს, იმიტომ რომ შეუძლია უფრო ნაკლებ ხელფასზე მოიყვანოს ეს არალეგალი მიგრანტი და ის ამუშაოს. თუმცა ჩვენ მომხმარებლებმა თავად რა შეიძლება გავაკეთოთ და რა შეიძლება მოვთხოვოთ სახელმწიფოს, იმიტომ რომ ზარალდებით, როდესაც გამოვიძახებთ მაგალითად სამარშრუტო ტაქსს, რომელთაც გვინდა რომ წავიდეთ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, უბრალოდ ვერ ვაგებინებთ სად მოვიდეს ასეთ შემთხვევაში, სად წავიდეთ. ჩვენი უფლებების დარღვევა არ გამოდის ამ დროს. რა თქმა უნდა და ამ საკითხზე ძალიან სერიოზული მუშაობაა საჭირო. მე ცოცხალ მაგალითს მოგიყვანთ. ბოლო 5 ტაქსის გამოძახებიდან, როდესაც მე დამჭირდა ტაქსის გამოძახება, 4-ჯერ მოვიდა უცხოელი და გაგიკვირდება და სულ ერთი და იგივე ეროვნების თურქმენი. და 4-ვეჯერ იყო სხვადასხვა თურქმენი, რაც საინტერესო არის. აი თუ გააგებინეთ ენა, აი ხა ძალიან მაინტერესებს, აი არ ვიცი, გასაუბრობდა ქართულად თუ? არა, რა თქმა უნდა, რა ქართულად, არც ქართული იცის, არც ინგლისური არ იცის, რუსულად დამტრეულად საუბრობენ, მაგრამ თვითონ ხა დამაინტერესა ხა მე-4 თურქმენი რომ მოვიდა, გადავირია და დაველაპარაკე იმ ადამიანს და გამოვკითხე, ესე იგი თურქმენეთში 8 მილიონზე მეტი ვიყავითო, ეხლა 2.200.000 გავართო დარჩენილი, იმიტომ რომ მასიურად გაიქცაო ხალხი თურქმენეთიდანო.
გაჭირვება არისო, თან ძალიან დიქტატორული რეჟიმია და ცხოვრებას არ გვაცილიან წესიერად. თქვენთან კაცო, შვენიერი ჰაერი არისო, სუფთა წყალი არისო, გემრიელი საკვები არისო. ხელფასი ბევრად მაღალი გვაქვს ვიდრე ჩვენთან თურქმენეთშიო და არც არავინ არაფერს არ გვერჩისო სიმართლე რომ გითხრათო, ვიციო რომ არალეგალად ვარ, მაგრამ კაცულს არ მოუკითხეო, ამდენი ხანი აქავარო რა. მე ვკითხე ასე, უკვე მეოთხე თურქმენი ხარ, რომელიც მხვდება მეთქი, ბოლო 5 ტაქსის გამოძახებიდან მეთქი და რამდენი ხართ მეთქი და ძალიან ბევრი ვართ. მთელი კორპუსები გვაქვს, სადაცო მასიურად ჩვენ ვართ. თავისი პატარა ანკლავები აქვს შექმნილი ვარკეთილში, ვაზისუბაში, მთელი კორპუსები აქვს აღებული, სადაც ეს თურქმენული დასახლებებია. მე ხა კონკრეტულად თურქმენებს არაფერს არ ვერჩი, მაგრამ კი, მესმის რა თქმა უნდა. არასწორია, უსამართლოა რა. მე რომ ვიმუშაო, თქვა იგივე ტაქსზე. ყოველთვიურად საშემოსავლო და საპენსიო უნდა გადავიხადო ბიუჯეტში, ხო? გადასახადები მაგ გადასახდელი. ის არ იხდის ამ გადასახადს და სად არის აქ სამართლიანობა? ეს ერთი გადასახადი აკლდება ბიუჯეტს. მეორე ხელფასი იმას ნაკლები ჭირდება, ამიტომ მე შეიძლება საერთოდ სამსახური ვერ ვიშოვ. რა ხდება? ქართველები მიდიან უცხოეთში ემიგრაციაში, რომ ნორმალური ხელფასი აიღონ და რომელ ნორმალურ ადამიანს უხარია უცხოეთში წასვლა საცხოვრებლად. ყველას ურჩევნია თავის სამშობლოში, თავის ოჯახთან და სამეგობრო წრესთან ერთად ცხოვრება ბედნიერად და კარგად, მაგრამ იმის გამო, მათ შორის იმის გამოც, რომ ამდენი უცხოელია შემოსული, რომელიც ბევრად ნაკლებ ხელფასზე თანხმდება მუშაობას, აქ ფაქტიურად ეს ჩვენი მოქალაქეები ვეღარ აღერღებენ ღირსეულად თავის შენახვას და ოჯახების რჩენას. ამიტომ უწევთ მასიურად საქართველოსთან გასვლა. ყველამ ვიცით ოფიციალური მონაცემები 2 მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე არის გასული საქართველოს ფარგლებს გარეთ. ნაწილი მათგანი იმდენად დაფუძნდა, რომ უკვე შვილები ყავთ, რომელიც იქ შეეძინათ უცხოეთში და ჩამოვლენ და დაბრუნდებიან თუ არა, კაცმა არ იცის, ხო? მე კიდე სხვა პრობლემა არის, ხო, რომ ვიძახით უცხოელი ნებისმიერი ადამიანია, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ არის და შემოდის აქ, ხო, მაგრამ მაგ უცხოელებს შორისაც ხო არის განსხვავება, ხო, ჩვენთან შვედები და ნორვეგიელები არ იკლავენ თავს ჩამოსვლაზე და არ არის გადავსებული თბილისის აეროპორტი. დანიელი და გერმანელი მაგალითად წესრიგის მოყვარული. ხო, ტურისტები, ანუ ძირითადად შემოდიან ვინ, ხო, ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, ეს არიან. რუსები და უკრაინელებმა უკვე მოიკლეს, რო იცით, ფაქტიურად აღარ შემოდიან, პირიქით შეიმჩნევა. ეძვირებათ ჩვენი ქვეყანა ალბათ. პირიქით უკვე შეიმჩნევა გადინება მათი საქართველოდან, გადიან ისეთ ქვეყნებში, როგორც არის მაგალითად კვიპროსი, პორტუგალია, ისრაელი, სადაც მათ შეუქმნეს უკეთესი პირობები და საგადასახადო სისტემა შესთავაზეს, რომ განსხვავებით ამ აპატია და თურქმენებისგან ამ ადამიანებს არ წაუღიათ საქართველოსთან პირიქით ფულით შემოვიდნენ და ონლაინ სამსახურები ჰქონდათ, სადაც მაგალითად რუსეთში ხარჯავდნენ ხო იმ ხელფასს და ჰქონდათ ხელფასები 10-15,000, 20,000 დოლარი და ამ ხელფასებს მე საქართველოში ხარჯავდნენ და ამიტომაც გახსოვთ ბოლო 2 წელიწადი დიდი ეკონომიკური ზრდა ზუსტად რომ ამ ეფექტმა მოიტანა. ახლა ნელ-ნელა ხდება ამ ხალხის გადინება და ვისით ხდება ამათი ჩანაცვლება, თუ რომ ნახოთ, ხო? ეს არის სასწაულად დიდი შემოდინება თურქმენების საქართველოში. ძალიან დიდი შემოდინება ინდუსების საქართველოში და ასევე დიდი შემოდინება არის არაბული ქვეყნებიდან. ოღონდ არაბეთიდან იმას კი არ ვიძახი, რომ აი საუდის არაბეთის შეიხები იკლავენ თავს ჩვენთან ჩამოსვლაზე და აქ არის ყოველ წუთას რა მილიონიანი ინვესტიციები შემოქმნილი. აქ არის საუბარი აი ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ახლო აღმოსავლეთში ომი მიდის და ეს ხალხი გაქცევაზეა თავის ქვეყნებიდან, მაგალითად იგივე სირია რო აიღოთ და ეს ხალხი გამურბის აქ, ანუ ჩვენთან სამწუხაროდ გამურბის და ჩამოდის ლომის წილი გაყატაკებული უცხოელები მოსახლეობა, რომელიც ფაქტიურად თავის ქვეყანაში ვეღარ ახერხებს ცხოვრებას, აქ ნებისმიერ ხელფასზე მზად არის რომ იმუშაოს, ეს შესრულებული სამუშაოც უხარისხოა თქვენი თქმის არ იყოს. მაგალითად ერთმა ისე წამიყვანა პლეხანოვზე მე ვეუბნებოდი იქით არ შევხვე, არა, რუქამი ჩვენებს ისე არ ვიცი, არ შემიძლია. ანალოგიური პრობლემები ახლა სურო ეკონომიკის მწვერვალებზე არ ავიდეთ, უბრალოდ მომხმარებლებს ექნება ძალიან დიდი პრობლემები რა. შეუკვეთეს რაღაცა გლოვოთი, მოვიდა ვიღაცა ინდუსი,
ქართული იმან არ იცის, ინგლისური იმან არ იცის, რუსული იმან არ იცის. მისამართს ვერ აგნებს. მისამართს ვერ აგნებს, ამაზე სასაცილო ვიდეოები დევს უკვე Facebook-ზე, სადაც ეს ინდუსები წინ და უკან დადიან და ეს ურეკავს, აქ ეუბნება ხელს უკნევს ეძახის და არაფერი ის წინ და უკან დადის და ვერ აგნებს რა და ანუ ეს არის ჩვეულებრივად მომხმარებელთა უფლებების დარღვევა. რატომ? იმიტომ რომ მე ხო უფასოდ არავინ არ მემსახურება. მე ხო ფულს ვიხდი ამ სერვისში და როდესაც მე სერვისი მომეწოდება უხარისხო და არასრულყოფილი, მე უფლება მაქვს რომ ანაზღაურება მოვითხოვ. მაგრამ ნუ ახლა რეალურად თითოეული ინდივიდუალურად ჩვენ იმის გამო რომ 3.5 ლარი გადავიხადეთ გლოვოს გამოძახებაში ან ტაქსში გადავიხადეთ 5 ლარი მაგის გულისთვის სასამართლოში ხო არ წავალთ და 200 ლარიან ბაჟას ხო არ გადავიხდით სარჩელზე ხო ამიტომ საჭიროა ამ საკითხზე მართლა რაღაცა გაერთიანება და ერთად საუბარი ეს ხო არ არის პოლიტიკური თემა რა ვთქვა და ნაცები მოგწონს ან ქოცები მოგწონს ხო ეს არის ყველას ეხება და ყველას აწუხებს ხო და ამ თემაზე მაინც შევძლოთ გაერთიანება ისედაც ამ გადაგლეჯილ და გახეთქილ ქვეყანაში ეს მეორე საკითხი მესამე მიწების თემაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ არ არის მხოლოდ მომსახურების სფერო კიდევ არ გამოგჩნევს აუცილებლად უნდა ვთქვათ ის რომ მაგალითად რესტორნებში მენიუც კი არ აქვს ქართული ეს ქართული ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე უნდა მოეთხოვებოდეთ თუ არა იმ ადამიანებს რომელსაც დასაქმება უნდათ საქართველოში იმიტომ რომ თქვენ იცით ძალიან ბევრი ბიზნესი შეიქმნა მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგაც რუსული რესტორნებიც გაიხსნა უკრაინული რესტორნებიც გაიხსნა და თუნდაც ისინი არც გამარჯვებასაც კი არ გეტყვიან ქართულს ანუ ინგლისურის ვარიანტიც იგივე ხდება აბსოლუტურად. ზოგან შეიძლება კურორტზე მაგალითად სადაც დასასვენებლად წახვალან სადმე ინგლისური იცოდნენ მხოლოდ მენიუც ინგლისური კონდეთ ან რუსული და ასე შემდეგ ენას რა მნიშვნელობა უბრალოდ ეს არის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ მე ესე ვიტყოდი ქართული ენის მიმართ ასევე სახელმწიფოს რომ არ აქვს რაღაცნაირი პოლიტიკა რომ თავისი ენა თუნდაც დაცული იყოს და ასე შემდეგ ანუ ეს რამდენად სწორია როდესაც აი ეს ხდება დაწესებულებებშიც კი ესე არის შედიხარ და რუსულად და ინგლისურად გესაუბრებიან და ქართულად შეიძლება ერთი სიტყვაც კი არ გითხრან. მოდით ისიც აღვნიშნოთ რომ ჩვენთან არსებობს კანონი რომლის მიხედვითაც ორგანიზაციებს აქვთ ვალდებულება რომ ყველა ინფორმაცია მათ შესახებ რასაც საჯაროდ აქვეყნებენ ან მენიუდან დაწყებული მათი წესდებით დამთავრებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე ანუ ქართულ ენაზე. მაგრამ აქ ვადგებით მეორე დიდ პრობლემას, რომელიც ყველაფერს ეხება საქართველოში. კანონები ჩვენ ფურცელზე დაწერილი, რა ვიცი, აბა მგონი ინგლისზე მეტი კანონი გვაქვს ლამისა, მაგრამ რამდენი სრულდება იმ კანონებიდან და როგორ სრულდება, ხო? მე მაგალითად არ გამიგია, რომ ან ყოველ შემთხვევაში ბოლო რამოდენიმე წელიწადია ნამდვილად არ მსმენია, რომ ვინმესთვის მოეთხოვათ, რომ აი მენიუ ქართულად უნდა იყოს აუცილებლად. კი, იყოს გინდათ რუსულად, გინდათ იტალიურად, გინდათ ინგლისურად, რაზე ალპერ მაგაზე ხო არ ზღუდავენ, მაგრამ ქართულად უნდა იყოს აუცილებლად, ხო? წარწერები მაღაზიებზე. რამდენიც გინდათ არის მაღაზია, რომელსაც ქართულად არ აქვს წარწერა და საერთოდ უგულვაყოფილი ეს ძალიან არაპატრიოტული საქციელი არის და არასწორი და ამ ხრივ აუცილებელია. ახლა მე და თქვენ ხო არ ვივიდით ქუჩა და მართლა იმას ხო არ მოვაწყობთ სამოქალაქო მილიციას ხო არ აღვადგენთ? არა, ჩვენ გვივლია მაგალითად ჟურნალისტებს იგივე ბათუმში და იქ მხოლოდ არაბული, თურქული წარწერები ყოველ ნაბიჯში და არ ვიცი, ამაზე როგორ არ უნდა რეაგირებდეს სახელმწიფო და ის ადამიანები, რომლების უშუალო კომპეტენციაც არის ეს, თუ კი მით უმეტეს კანონში არსებობს ასეთი ვალდებულება, ასეთი ჩანაწერი აღსრულების მექანიზმში, რატო უნდა იყოს ასეთი დიდი პრობლემა, ან ჯარიმის სახით რაიმე პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს ორგანიზაციას, სადაც მაგალითად მარტო რუსული მენიუ ან ინგლისური და ასე შემდეგ ხო? არც მაგის პრობლემა არ არსებობს, სიმართლე გითხრათ. აღსრულებაც ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება იგივე ჯარიმისა და ან თქვა საქმიანობის შეზღუდვის თვალსაზრისით, მაგრამ ან ორი ვარიანტი, ან არაკეთებენ ამას შეგნებულად, ესეთი პოლიტიკა აქვთ რა, რომელთი რა თვალი დავხუჭოთ. ან ეზარებათ. როგორ გავარკვიო სიამდვილეში რა ხდება რა. მე არ გამოურიცხავ რომ ორივეა რა, ნაწილს ეზარება და არაკეთებს, ნაწილი კიდე ეძახის, ნუ კაი იყოს რა. აი ეს მეტი აბა რა უნდა იყოს, ეხლა დავიჯერო რაღაცა თურქული რესტორანი რო არის სადღაც მარჯანიშვილზე ან აღმაშენებლის გამზირზე იქ ვიღაცა მთავრობის მეთაურს გრთამს აძლევს იმაში რომ მენიუში ქართული არ ჩამაწერინო. ხო გამორიცხული, ამიტომ რაღაცა დონეზე აი მთელ ქვეყანაში არის ესე თვალი დახუჭული ამაზე. ვწუხდებით რა. მე არ მომწონს ეგ, ხო?
აი, იმიტომაც არის, რომ ადამიანები გაღიზიანებულები არიან და ბევრი პრობლემა ერთმანეთს უამრავი პრობლემა ამის გარდა რა თქმა უნდა ქვეყანაში, მაგრამ ეს ყველაფერი აგურზე ზემოდან იდება და იქმნება ძალიან დიდი უსიამოვნება. მე იცით რა, ეს იყოს ერთი რესტორანი, ერთი ტაქსისტი, ერთი გლოვოს კურიერი, ან 10, ან 20, კიდე ხო იტყოდი რომ რა მოხდა, მაგრამ იცით რა მასშტაბებზეა ასული? ასეულობით 1000 ადამიანი არის ასე შემოსული საქართველოში და არალეგალურ მიგრანტებად დარჩენილი. და ჩვენ ვნახეთ მაგალითად გამოაქვეყნა შესაძლოა ოფიციალური მონაცემები, რამდენი ადამიანი დაადეპორტეს საქართველოს რაღაც ათეულებზე იყო ლაპარაკი. ფაქტიურად მასიურად მათი გაძევება ქვეყნიდან არ ხდება. ანუ აქ რა უნდა ხდებოდეს? თუ შენ შემოხვედი საქართველოში, თქვა ტურისტად შემოხვედი და არალეგალად დარჩი, როგორც ნორმალურ ქვეყნებში არის, რაღაცა ვალდებულებები უნდა შეასრულო და ამ შემთხვევაში გექნება დარჩენის უფლება. ამაზეც არის კანონში სხვათა შორის რომ იცოდეთ ჩანაწერი, თუ კი უცხოელი შეიძენს საქართველოში უძრავ ქონებას გარკვეული თანხის ზემოთ, ანუ ინვესტიციას განახორციელებს საქართველოში, ან გახსნის კომპანიას, რომელშიც ასაქმებს საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს, ესეც გაწერილი არის, მას უკვე ეძლევა ბინადრობის უფლება, აქ მუდმივი ბინადრობის უფლება, რომელიც უნდა განახლდეს პერიოდულად, უნდა ინახოს, რომ თქვათ ისევ აქ ეს ინვესტიცია განხორციელებული, ან თქვათ მისი კომპანია ისევ მოქმედებს და საქმიანობას ახორციელებს ხალხს ასაქმებს, რომ არ გამოჩნდეს, რომ ეს ფიქტიური გარიგება არის და ამ შემთხვევაში კი ბატონო, ჩემთვისაც მისაღები იქნება, რომ ის ჩვენ ეკონომიკას და ჩვენ ხალხს ეხმარება რა, მაგრამ თუ გამოდის, რომ ის ვიღაც საწოდავი ინდუსი ჩამოვიდა, ამ თქვა თურქმენი ჩამოვიდა, თავის აშხაბადიდან იქ შიმშილით კვდებოდა და აქ კიდე მისამართს ვერ აგენებს და ჯოჯოხეთში ატარებს ადამიანს თავისვე გადახდილი საჭმელი უკვე ცივი და უგემური მოსდის ადამიანს სახში, ხო? ეს დიდი ბოდიში და სულ არ მჭირდება ეგეთი ჩვენც ბევრი ყავს საკუთარი ჩვენივრად დავასაქმებთ სადაც საჭიროა. აი ამ ჰუმანურ დამოკიდებულებას. არაფერი ჰუმანურობა მან და არ არის. მე ვერ ვხედავ ჰუმანურობას. ქართველებს ვინ გვექცევა ჰუმანურად? რომელ არალეგალ ქართველ მიგრანტს ექცევიან ჰუმანურად? მოსკოვში თუ ნიუ-იორკში ექცევიან ჩვენ მიგრანტებს ჰუმანურად. ვინ გვექცევა ჩვენ ჰუმანურად? როგორც მთელ მსოფლიოში იქცევენ, ისე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. ეს თავის დახრა და ვაიმე უცხოელია და ოღონდ უცხოელია და რაღაცა მონური განწყობა, რაღაცა შენ თუ თავი არ აწე და შენ თავს პატივი არ ეცი, არავინ არ გცემს პატივს მსოფლიოში და რაღაც ბოლო რამოდენიმე საუკუნეა სულ რაღაცა ვიღაცის მონები ვართ რა და არ არის ეს სწორი რა. მართლა არც იქით და არც აქეთ მე არ მომწონს ესეთი განწყობები რა და ცოტა ჩვენ უნდა ცოტა ავიმაღლოთ ჩვენთან. აი ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი. მე თვითონ ვიყავი მომსწრე როგორც ერთ-ერთი ძალიან წარმატებული სახელმწიფოს წარმომადგენელი, საკმაოდ სერიოზული, სოლიდური ადამიანი დააჯარიმეს ნორმის დარღვევის გულისთვის და საერთოდ არ ადარდებდა თუ უცხოელი იყო თუ ვინ იყო რა. მე რა რომ ინგლისელი იყო. საქართველოს აუ დაიწყებოდა როგორ შეიძლება და მოდი იქნება არ გავახმარ. არა, პირიქით. ანუ საკუთარ მოქალაქეებს აყენებენ პირველ ხარისხოვნად და შემდეგ ყველა სხვა. აი, იმიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა ბოლო დროს, მაგალითად იგივე შეერთებულ შტატებში, როდესაც ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში, რატომ? რომ ტრამპმა პირდაპირ თქვა America first. ანუ ჯერ ამერიკა, მერე ყველა სხვა. ხო და ჩვენც უნდა მივხედოთ ჩვენ თავს ჯერ. კი უნდა გადაყვე ამ ინდუსებს და თურქმენებს, ჯერ ქართველებს უნდა გადაყვე, ამ ქვეყნის მოქალაქეებს უნდა გადაყვე. ვინც ოფიციალურად და ლეგალურად არის და ვინც შენ ბიუჯეტში ფულის შემოსავლის წყარო არის, ხო? და მე კი ბატონო უკვე გარკვეული პირობებით ისიც და დათქმებით და არა ისე უპირობოთ, რომ არიქა ოღონდ და შემოდი და აქ იყავი და რამდენი ხანიც გინდა იცოცხლე. თუმცა აქ არალეგალური გარიგებების დიდი წილიც არსებობს. ეს დეველოპერი კომპანიები, რომლებიც შტამპავენ და შტამპავენ ბინებს და იყიდება ეს ბინები კიდე ხო გვიქურს რა ვერ 3.5 მილიონი ვართ მოსახლეობა ოფიციალურად ისიც ვიცით რომ აქედან ნაწილი გასული არის ხო რა ვერ გაჯარდა ეს უძრავი ქონების ბაზარი რატო იყიდება ამდენ აი ზუსტად ამიტომ შედით ახალაშენებულ კორპუსებში ახლა რო ბარდება და ნახეთ რამდენია საქართველოს მოქალაქე და რამდენი არა მოქალაქე და მიხვდებით თურმე რაშია საქმე ამიტომ ის ბიზნესი, რომელსაც ქვია უძრავი ქონების ბიზნესი და დეველოპერების ბიზნესი, საკმაოდ დიდად, როგორც მინიმუმ გარკვეულწილად არის დამოკიდებული აი ამ უცხოელების
შემოდინებაზე. ნაწილი აქედან ყიდულობს ბინებს, ეს კარგ შემთხვევაში. ნაწილი კი ქირით იღებს ამ ბინებს, მუშაობს იმ თავის გლოვოში ან ტაქსზე ან ნებისმიერ სხვა სამსახურზე და ყოველთვიურად იმ ბინის ქირას იხდის. ამიტომ გარკვეულწილად ასეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. გავაოფიციალუროთ რა, მე თუ მახდევინებ მეგობარო ხელისუფლება გადასახადებს ყველაფერში, მათაც გადაახდევინე, რომ სამართლიანად იყოს სიტუაცია, მდგომარეობა. ოღონდ თან ყველა ნორმის დაცვით. იმან თუ უნდა რომ საქართველოში დაარჩეს და ბინადრობა კონდეს. აი როგორც შეერთებულ შტატებში არის, თუ გინდა რომ green card-ა მიიღო, უნდა ჩააბარო ინგლისური ენის გამოცდა. იმიტომ რომ იქ რო გამოგიძახებს ვიღაცა და გეტყვის რომ აი თქვა კურიერი ხარ, თქვა სადღაც ლოს-ანჯელესში. შენ რაც ხელების ქნევით და იმით ჟესტიკულაციით არ უნდა დაიწყო ტელეფონში იმის გარკვევა სად მოუხვიო და როგორ მოიტანო. ნორმალური ახკმადი ინგლისურით უნდა გესმოდეს ყველაფერი და აკეთო. იგივე უნდა გააკეთოს იმ უცხოელმა საქართველოში. ვერ გააკეთებს, ბიბრძანდეს კაცო იმ ხელ ტერიტორიაზე თურქმენი საქართველოზე რამოდენიმეჯერ უფრო დიდია. კი, ამას ვამბობდი ზუსტად მე გადაცემაში, რომ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე შეიძლება დაგვაყენოს ამგვარმა უკონტროლო შემოსვლამ. შეიძლება დაგვაყენოს, რას ნიშნავს, რომ თქვენ გონიათ, რომ რაღაცა უახლოს მომავალში კატასტროფა დადგება? უკვე დამდგარია. უკვე დამდგარია ქართველებში. იმ ფონზე, როდესაც ქართველები აქტიურად გადიან საზღვარგარეთ. საქსტატის საიტზე შებრძანდით, მაყურებელსაც ვეთყვი, რომ შევიდეს და ნახოს. საქართველოში შობადობა და სიკვდილიანობა როგორი არის ოფიციალური მონაცემები. შემდეგ აიღოს და რეგიონებს გადახედოს, რომელ რეგიონში არის დიდი შობადობა და პატარა სიკვდილიანობა, ხოლო ასევე რომელ რეგიონებშია დიდი სიკვდილიანობა და პატარა შობადობა. მოსახლეობა ოფიციალურად მცირდება ძირითადად იმ რეგიონებში, სადაც ქართველები არიან, ძირითადი მოსახლეობა. არა ქართულ დასახლებებში მოსახლეობა იზრდება ძალიან სწრაფად და მათ შორის ეს არალეგალი მიგრანტებიც საკმაოდ დიდ წვლილს აქვს თამაში, იმიტომ რომ გონიათ მარტო სამუშაოზე ჩამოდიან, მთელი ოჯახები ჩამოდიან. კი, აი მოკლედ გიკითხავთ კიდე სანამ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი მოარჩება. ჩვენ საუბრობდით წინა ვიზიტზე, როდესაც თქვენ იყავით ჩვენთან სტუმრად, იმ არაბულ ინვესტიციაზე, რომელიც 6 მილიარდის სახით უნდა წამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დიდ სიკეთედ არის მონათლული, თუმცა მეტი ინფორმაცია არ გქონდა ჩვენ, როდესაც საუბრობდით, რაიმე სიახლე ხო არ არის, რაიმე დამატებითი ინფორმაცია ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი იმ ინვესტიციასთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ძალიან სერიოზული ინვესტიცია არის და ჩვენს ქვეყანას სარგებელს მოუტანს. ეს განცხადება რომ გაკეთდა, მე შევედი თვითონ მათ ოფიციალურ საიტზე, არაბული მხარის ოფიციალურ საიტზე კომპანიას და იქ აღნიშნული ქონდათ რომ გაფორმდა მემორანდუმი. იმისი კი თვითონ ეს არაბული მხარე მეტი არაფერს არ ამბობს. და მომავალში რა მოხდება ეს უკვე მარჩიალობა იქნება სამწუხაროდ ოფიციალურად არაფერი დადასტურებული ჯერჯერობით არ არის. კი ბატონო. უღრმესი მადლობა ბატონო ირაკლი იმისთვის რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, იმისთვის რომ გვესტუმრეთ, ძალიან საინტერესოა ხოლმე თქვენთან ყოველთვის საუბარი და ბოლოს, აი სულ ბოლოს მაინც გკითხავთ ტენდენცია, აი ჩვენ მე ყოველთვიურად ვეცნობი ხოლმე რა გაძვირდა და რაზე მოიმატა ფასმა, რას დააკლდა ფასი, თუმცა მაინც თქვენგან უფრო მეტად საინტერესო იქნება მაშინ, როდესაც ჩვენ გვესაუბრებიან რომ გაზრდილია ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური სარგებელი, ეკონომიკური ციფრები იზრდება ასე შემდეგ, ნუ სტაბილურად ვითარდება ეკონომიკა. შეიცვალა თუ არა და კლების ტენდენცია შეიმჩნევა თუ არა ან საკვე პროდუქცია, ან კომუნალურებზე, ან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც უფრო მეტად აინტერესებთ მოქალაქეებს და ყოველდღიურ მათ ცხოვრებას, ვთქვათ, საგრძნობლად შეამსუბუქებდა. ნუ კომუნალურებს რაც შეეხება ყველა ვიცით რომ რა თქმა უნდა არ შემცირებულა არაფერზე ფასი. რაც შეეხება საკვებს, აი მაგალითად ასეთი სიახლე არის ბაზარზე. ქართული პომიდორი ღირს 12 ლარი. ხო, ნუ აი რა შემცირებაზეა, ლაბა კატასტროფა არის. საქართველოში პომიდორი ღირს 12 ლარი. 1 კილოგრამი. მაშინ როდესაც პურის ფასმაც მოიმატა 10 თეთრით წინა თვეში, თებერვლის თვეში. ფასები საქართველოში ასეთი ეკონომიკური გარემოს პირობებში არ შემცირდება. ამაზე შემიძლია აი რა გითხრათ რა, დიდი ნიძლავი დავდო. შეიძლება ვიღაცამ რაღაც კონკრეტულმა კომპანიამ რაღაც თავის პროდუქტზე სეილი გააკეთოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯამში ფასები საქართველოში ასეთი პოლიტიკის შემთხვევაში
ეკონომიკური პოლიტიკის შემთხვევაში არ შემცირდება სამწუხაროდ, იქნება კიდევ უფრო გაზრდა ფასების. კი ბატონო. სამწუხაროა, თუმცა, რა ვიცი, სხვა არაფრით თქმა არ შეგვიძლია, ეს არის რეალური მოცემულობა, რაზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ხოლმე ყურადღება და იმედი დავიტოვოთ, რომ მომავალში აუცილებლად შევძლებთ ამას მივაღწიოთ ჩვენი ყველა გადაცემით ამ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ და იმაზე ჩვენ თვითონ მოქალაქეებმა უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სამოქალაქო პოზიცია და უნდა ვიაქტიუროთ რა. მარტო იმაზე კი უნდა ვიაქტიუროთ არჩევნების წინ ან არჩევნების მერე, სულ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები. ჩვენ თუ არ მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას, ნებისმიერი მთავრობა ჩვენ გადაგვივლის და გამოგვიყენებს. მთავრობას უნდა გქონდეს მოსახლეობის რიდი და შიში, რომ თუ ის არ მოიქცევა კეთილსინდისიერად, მას დაემშვიდობებიან და ამიტომ დაკარგავს ხელისუფლებას და ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიაქტიუროთ, რომ ის პრობლემები ყოველდღიური მათ შორის რაც არის ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა და მაცივარში რამდენი პროდუქტი გვაქვს ან არ გვაქვს, ხო? ესეც უნდა იყოს ჩვენი ბრძოლის და საზოგადო ბრძოლის საკითხი, რომ ხალხმა ამას ხმა ამოიღოს. კი ბატონო, მადლობა უღრმესი, ირაკლი მურცხოველაძე გსტუმრობდა, არ გადაერთოთ, რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში.